დღეს ვისაუბრებთ ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე. ოჯახის დაგეგმვის მეთოდების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, მოხდეს ინტერვალის გაკეთება მშობიარობებს შორის და აგრეთვე ბავშვის დაბადება მოხდეს მშობლების ასაკის გათვალისწინებით. არასასურველად ითვლება ყველა ეს ორსულობა, რომელიც წინასწარ დაგეგმილი არ არის და სამწუხაროდ ეს ორსულობები შემდგომში მთავრდება ხელოვნური აბორტით. გარდა ამისა, რაც შეეხება ინტერვალს, ჩატარებული ჯანმოს მიერ მრავალი კვლევის მიერ ჩანს, რომ ინტერვალი 24 დღე მშობიარობებს შორის მკვეთრად ამცირებს სხვადასხვა სახის გართულებებს, რომელიც ორსულობასთან არის დაკავშირებული. როგორ უნდა მოვახერხოთ და როგორ შეგვიძლია დავგეგმოთ ოჯახის საკითხები. ეს არის კონტრაცეფციის მეთოდები, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით და ამ მეთოდებიდან რომელიმე მეთოდის არჩევა ხელს შეუწყობს ჩვენი ჯანმრთელობის, ხალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ასევე დაგეგმას იმისა თუ როდის უნდა გაჩნდეს სასურველი ბავშვი. მეთოდები მრავალია, მე მოკლედ ჩამოვთვლი მათ ჩამონათვალს. ეს არის ბუნებრივი მეთოდები, კალენდარული მეთოდი, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი, ჰორმონალური მეთოდი, რომელშიც გაერთიანებულია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, კომბინირებული ვაგინალური რგოლები, კომბინირებული პლასტირები. გარდა ამისა, აქ შედის სუფთა პროგესტინული აბები, ცალკე ჯგუფია, საინექციო საშუალებები და იმპლანტები. ყველასთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, ბარიერული მეთოდები, რომელიც ყველაზე პოპულარულია, ეს კონდომს ეხება და ასევე მაღალი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში საშვილოსნო შიგა საშუალებები, რომლებიც პირველ-მეორე ადგილს იყოფს პოპულარობით საქართველოში გამოყენების მიხედვით. ხშირად საშვილოსნო შიგა საშუალებები მოიხსენება როგორც სპირალები. შევეხებით თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებს. ეს არის პირველ რიგში კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები და თქვა პლასტირების და რგოლების, რომლებიც სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ ბაზარზე ეს ორი ბოლო შემონათვალში არ არის. რაც შეეხება საშვილოსნო შიგა საშუალებას, ანუ სპირალებს, რომელსაც ვთქვით, ის საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. მისი გამოყენების ვადა არის 5 წლის განმავლობაში, თუმცა არის სპირალები, რომელიც გამოიყენება დაახლოებით 10-12 წლის განმავლობაში. საკმაოდ მაღალეფექტური მეთოდია და მისი ეფექტურობა აღწევს 99.5%. ძალიან იშვიათია გართულებების და გვერდითი მოვლენები, აქედან გამომდინარე, მისი პოპულარობაც აქედან არის გამომდინარე. თუმცა საშვილოსნო შიგა საშუალებებით ორად შეიძლება გავყოთ, არის სპილენძის შემცველი და არის ჰორმონშემცველი საშუალებები. აი ჰორმონშემცველ საშუალებებს გარდა კონტრაცეფციული ეფექტისა გააჩნია სამკურნალო ეფექტურობა და აქტიურად გამოიყენება ისეთი დაავადებების და პრობლემების დროს, როგორც არის ადენომიოზი, საშვილოსნოს ლორწოვანის ჰიპერპლაზია და საშვილოსნოს აციკლიური სისხლდენა. თუ განვიხილავთ პროგესტერონული კონტრაცეპტივებს, ბოლო ხანებში ჩვენს ბაზარზე გამოჩნდა ეგრეთ წოდებული იმპლანტები, რომლებიც შეიცავენ ჰორმონის მცირე რაოდენობას, თავსდება წინა მხარზე, კანქვეშ და ეს მეთოდი საკმაოდ მაღალეფექტურია, ასევე და 99.5%-ში გახლავთ ის ეფექტური. გამოიყენება 3 წლის განმავლობაში ჩათვლიდან, 3 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ამოღებული იქნას და შეცვლილი იყოს. რაც შეეხება თუ როგორ უნდა მოვახდინოთ კონტრაცეფციული მეთოდის შერჩევა. მეთოდის შერჩევა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ექიმ გინეკოლოგთან, ექიმ რეპროდუქტოლოგთან და მისგან მიღებული კონსულტაციის შემდეგ პაციენტმა თვითონ უნდა მოახდინოს ამ მეთოდის შერჩევა, რომელიც მისთვის მისაღებია, ან წყვილმა შეიძლება შეარჩიოს, რომელიც მათთვის მისაღები მეთოდია და გამოყენებული იქნება თავდაცვისათვის.